გამარჯობა ძვირფას ტელემაყურებლებო, მოგესალმებით მარნეულიდან. ამჯერად ტელეკომპანია ვარსკვლავები ამ ულამაზეს ქალაქში ჩამოვიდა ძალიან ლამაზი ქალბატონების ღონისძიებაზე. ნახეთ ერთმანეთზე შვენიერი, ერთმანეთზე ლამაზი სამი ქართველი ქალბატონი ნანა ცხვარაძე, ნანა დაუშვილი და ინგა ბერაძე. ეს არის ტრიო რამპა. გიგი გეგელაშვილი და ანი ზაზაშვილი აი ამ ღონისძიების მონაწილეები არიან. ეხლა მე არ დავიწყებ ვინ არიან ეს ადამიანები, იმის მოყოლას, იმიტომ თქვენ ძალიან კარგად იცით ამ ხალხის ისტორია. უბრალოდ ტრიო რამპას ეს მორიგი ტურნე, რომელიც დღეს მარნეულიდან იწყება და ხვალ ბოლნისში გრძელდება, საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს დამსახურება, რისთვისაც რა თქმა უნდა მათ დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ. ამ ულამაზეს დარბაზში ჩვენ ტელევიზია დღეს სტუმრად ჩამოვიდა რამპას მორიგი ტურნეს დასაწყისში და ყველა ერთად მივადევნებთ თვალს როგორ მიმდინარეობს რეგიონებში ქართული საესტრადო ხელოვნების პოპულარიზაცია. განმეორდები დღეს მარნეულში, ხვალ ბოლნისში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ქალბატონებს, ახლა რამდენადაც ვიცი, ისინი რეპეტიციას მათენაზე რო ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ საუნდჩეკს გადიან და მოდი სანამ დაიწყება ღონისძიება, იქამდე გავესაუბროთ. დარბაზის კარი და აი როგორც ვთქვი, სცენაზე გიგი დგას გეგელაშვილი. რეპეტიციას გადიან ბატონი ლევან რეხვიაშვილი, რომელიც დღეს ხმის რეჟისორია, მაგრამ სხვა საქმესაც შესანიშნავად ითავსებს. ყოჩაღ ლევან. მანამდე ქალბატონ ინგა ბერაძეს მოუჭდები გვერდ დღემშვიდობისა, როგორ გიკითხოთ? ძალიან კარგად განწყობაზე. ჩამოვედით მარნეულში და ახალი ტურნე იწყება და პირდაპირ აი სარეპეტიციო პერიოდში რამხელა ხმა ქონია ლევან შენს აპარატურას. სარეპეტიციო მომენტში შემოგისწარით რა, როგორ მიდის მზადება? ესე იგი ჩამოვედით მარნეულში, მართლა ძალიან კარგ განწყობაზე ვართ, ამაღლებულზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრიო რამპას კონცერტია და ჩვენთან ერთად მონაწილეობას იღებენ ჩვენი მეგობრებიც. ასე რომ ძალიან დიდი სიამოვნება, მე ვფიქრობ, დიდი სიამოვნება ელიტს, ჩვენს მაყურებელს, მსმენელს და რა ვიცი, ამ შესაძლებლობისთვის უღრმესი მადლობა შემოქმედებით საქართველოს კულტურის სამინისტროს. ეს არ არის პირველი, მოდი ვთქვათ, შარშან ჩვენ მოვიარეთ რამდენიმე ქალაქი, იგივე პროგრამით, უბრალოდ დღეს განახლებული პროგრამაა, წინა პროგრამაში არ ყავდა გიგი. არა, გიგი არ ყავდა. დავიმატეთ გიგი. კარგი ძალა დავიმატეთ, ეს მინდა თქვა. და ახლა გრძელდება ეს, ხვალ ბოლნისში ვიქნებით და შემდეგ იმედი კიდე დავაგრძელებთ, იმედია ჩვენ ძალიან გვინდა. კარგი, მე წარმატებებს გისურვებთ, თქვენ უკვე მზად ხართ ვიცით და ქალბატონ ნანასთან გადავინაცვლებ იქ-იქ. აი ქალბატონ ნანას, მაგრამ სანამ ქალბატონ ნანასთან მივიდოდი, ბატონ ლევან, როგორ გძანდებით? არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს, არაჩვეულებრივი. ქალბატონებთან ერთად რო იქნები, აბა როგორ იქნები? პირველ რიგში მაგი და მეორე ასეთი დონე, ასეთი აი მართლა ხელოვნების პიკია. აი რაც მინდა ვთქვა. ეხა რა შესაძლებლობა ეხა ჩვენ ვიცით ყველა, მაგრამ რა ხარისხზეა საუბარი? ამათ შეფასება არ ჭირდება. წეღან აი ანი გადიოდა რეპეტიციას და მინდოდა გამეთიშა, იმიტომ რომ ანის რეპეტიცია არ ჭირდება ზოგადად. ეს არის სისულელი. ამაზე დიდი კომპლიმენტი რა უნდა იყოს? არ ვიცი, რაღაცი შვა მინდოდა, გეუბნები. კარგი, აი ქალბატონ ნანას ვკითხოთ, ახლა ქალბატონ ნანა ჯერ საღამომშვიდობისა არა, პრინციპში დღემშვიდობისა, საღამომშვიდობისა ქვია მაინც. მორჩა თქვენი სარეპეტიციო, ასე ვთქვათ, პერიოდი, აბა როგორ ხართ? აი არეთ ყველაფერი მოგაგვარეთ ყველაფერი, რა თქმა უნდა. ლევანი ხო არ გაბრაზებთ ლევანი რო არ იყოს საერთოდ ჩვენს გვერდით და ხო არ გაბრაზებთ, რაც თავარია. როგორ გეკადრება გენაცვალე, გვიძლებს და დაიწყო ჩვენი ტურნე, ისევე როგორც ჩარშად წელსაც გრძელდება.
ამისათვის რა თქმა უნდა დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს შემოქმედებით საქართველოს მე ყოველთვის მადლიერი ვარ იმ ადამიანების ვინც გვერდში გვიდგას და მუსიკოსებს ახსნერად ასეთ ვისე გვაზიარებს ამ რა არის აი ის რასაც თქვენ ასრულებთ ის სიმღერების სხვა მაგრამ აი ეს რა დატვირთო მე ვფიქრობ რომ როგორც აი პოპ და ცოტა სხვა დონის მუსიკისგან გაცილებით მაღალი ხარისხის მუსიკაზე გვაქვს საუბარი ამ შემთხვევაში და რას მატებს მაყურებელს რას უმაღლებს ყურის სხვანაირად უნდა იყოს მომართული ასეთი მუსიკის დროს ვიდრე მაგალითად რაღაც პაპსას ასეთი მუსიკის დროს ნუ მე ესე დავარქმევდი ხა ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი ქართული სიმღერა რა თქმა უნდა რომელიც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს და ესმოდეს ამას ენა არც ჭირდება იმდენად რა ვიცი ხა მე არ გამომივიდეს ცოტა ზედმეტი საუბარი და რაღაცა მაყურებელი ნახავს ამ ყველაფერს სცენაზე შემოიფარგლებით ჩემი სიმღერებით და ასევე რა ვიცი ამას ხალხი კომპოზიტორი ნანა დაუშვილი განა კარგი მომღერალია მხოლოდ ნუ ჯერ დავიდან დავიწყოთ რომ კომპოზიტორობაზეა საუბარი და თქვენი რამდენი სიმღერა იქნება თქვენი დღეს იქნება 15 სიმღერა 15 სიმღერა სულ არის და თქვენი რამდენია ნუ აქედან 14 ხო ნუ ის ერთიც ვინ არის არა ერთი არ არის ორია სულ 16-ია მე უბრალოდ ჩემი დავასახელე ის ორიც და შეიძლება სამიც არ ვიცი ხა მე როგორ მაყურებელი ორი განწყობით იქნება აგერ ვარ ჩვენ და აგერ არის ჩვენ ტელემაყურებელი და ვნახავთ მაშინ ყველა კი ბატონო და რაც თავარია მიხარია რომ ბესო ჩემს გვერდით არის ლევანი ჩემს გვერდით არის და საერთოდ არ ვიცი გაუმარჯოს საქართველოს ხო გაუმარჯოს საქართველოს და გაუმარჯოს ქართველებს აბა რა კავტონ ნანასთან გადავინაცვლებთ კავტონ ნანა ეს ტრიო რომელიც არც გუშინ ჩამოყალიბებულა და არც გუშინ წილდა ძალიან დიდი ხანია თქვენ მუშაობთ იმდენად შეხმატკბილებული ხართ არა მარტო ხმებში არამედ იდეურათაც არ ვიცი მე მორალურათაც მეგო ყველანაირად ხო ფაქტიურად ეს რამეს მატებს კონცერტის ხარისხს როგორც მუსიკა რა თქმა უნდა იცით რა ჩვენ ერთნაირად ვაზროვნებთ მუსიკალურად მხატვრულად შემოქმედებითა და ამიტომ ეს აისახება ჩვენ შესრულებაზე და მაღალ ხარისხზე ალბათ უთავდაბლოდ მადლობა უთავდაბლოდ მოდი მე წარმატებას გისურვებთ დღეს მარნეულში ხვალბონიში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გაიხარეთ და ეხლა აგერ გადავინაცვლებ საკმაოდ ნერვიულობს ეს ხმაწვილი და რა აქვს ანერვიულო არ ვიცი იმიტომ რომ ამ კაცზე შეიძლება ითქვას რომ ბავშვობიდან სცენაზე დგასო რა ამაზე შეიძლება ითქვას გიგი გეგელაშვილი ჩვენი მეგობარი შორის ყოველი კონცერტის წინ და მიხარია ეს მიხარია ანუ რამდენი კონცერტი მაქვს ხო ჩატარებული და ყოველი კონცერტის წინ ღელო თავისებური ღელო არის და ეს აუცილებელიც კი არის იმიტომ რომ პროფესიონალებს აქვს შეიძლება და თან პლუს რა არის რომ თუ კი ეს ღელოა მოგიკვდა თავის დროს აი მან თავდება ყველაფერი ამიტომ ყოველთვის უნდა კონდეს და აუცილებელი არის თქვა თუ თან ცოცხალი შესრულება გვაქვს კი ბატონო კი არა მარტო ხო მინუს ფონოგრამებზე მათ შორის ინსტრუმენტიც აქ არის და აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე კონცერტი ცოცხლად შესრულდება და სხვათა შორის მინდა უთხრა რომ აი აქაურ ადგილობრივ აზერბაიჯანელებს მინდა რომ მიულოცო დღევანდელი დღე მათი პრეზიდენტის დაბადების დღე არის ალიევის დაბადების დღე არის და აი ესე დაემთხვა რომ სენდანაც რომ ეხარდებათ მე მგონი სხვათა შორის კი ვაპირ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია რას ქვია კაცო როგორ კი რა თქმა უნდა და თან რაღაცა ესე დაემთხვა დღეს ისედაც ზეიმის დღე აქვს და რაღაც ჩვენი კონცერტი ესე ვთქვათ ნანა სიმღერების შესრულდება მეტწილად და რა ვიცი მგონია რომ ისე ამოვნებოდა ნახო დაველოდით ჩვენ აგერ მაყურებელი აგერ თქვენ და ნანჩეს ნახეთ კაი ბატონო სხვა შორის მაინტერესებს იცი შარშან შენ არ იყავი ამ წეგან ვესაუბრეოდი ნანას დაუშვის ამ ტურნე და ახლა შემოუერთდი ჯგუფს ახალი წევრი ხარ ახალი წევრი ვარ ტრიო რამპასი კი განსაკუთრებით ქალტონ ინგაბერაძესთვის ხო ინგაბერაძესთვის განსაკუთრებით როგორ არ შეიძლება ბატონ გიგი ბოდის გიხდით ქალტონან რაღაცის თქმა გინდოდა და დამატება ის რომ წეღან მინდოდა და მე ნუ ვეღარ დავასრულეთ საუბარი გადავედით უცებ ძალიან მეხარია რომ ჩვენ ჯგუფს ახლა ჩვენს ტრიოს არა ახლა კვარტეტია პრაქტიკულად ესე გამოდის ხო ხა ანიც მონაწილეობს რა თქმა უნდა როგორც სოლისტი კი და დაგვემატა ჩემი გიგის მე აი სუპატარობიდან კი არა დაბადებიდან სანამ დაიბადებოდა იქიდან ვიცნობთ და ერთად სხვათა შორის საგასტროლო ტურნეში ერთად ვარ დამყოფი ჯერ კიდევ პატარა იყო ეს ულიჭერესი ბიჭი და
თურქეთში ვიმოგზაურეთ ერთად და რაღაც საოცარი დღეები და ეს ქონდა. და მე რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრები ვართ და ინკა და დათო და ოჯახით და რაღაცა გიგით ჩვენი მეგობარია. ეს უნიჭერესი მაწვილი მეხარია რომ ჩვენთან ერთად იქნება კონცერტებში და მე მგონი რომ ყოველთვის იქნება. არ გვეტყვი მხოლოდ პლუსია ამ ყველაფრის რა თქმა უნდა. საკონცერტო ტურში. რა თქმა უნდა და გახარებული. ქალბატონი დაასახელე. ani, რომელსაც მე ვერ ვხედავ სცენაზე, კულისებშია. ani, ზაზაშვილი. დაუძახოთ. მოდი გენაცვალე, მოდი სცენა გიხმობს. მოდი ani, მოდი ჩვენო ლამაზო. შენ პოდიუმზე მოდი ხარ თუ სასიმღეროდ მოდი ხარ? რა ორივე, ვცდილობ რომ ორივე გავია. სხვათა შორის რატო გამოზის ასე ყველაფერი კარგად იცი, ხაშურელია რა. ანა მე მომუვენო. ჩვენ ხაშურლებს. ჩვენ ხაშურლებს. ani, გარდა იმისა, რომ შენ ის მუსიკალური ნიჭი, ვთქვათ, ვიცით, საიდან მოყვება და ფესვები გაქვს მუსიკალური და მაგერ კავტონი ნანა და ყველაფერი, მაგრამ ესეც არის მოქმედებდა რომ არა შენი შინაგანი სამყარო. ამ ადამიანების, ეხლა გაცილებით უფროსები არიან შენზე, ხო? ამ ადამიანების შესრულებული მუსიკა შენთვის, როგორც მოდი, თინეიჯერისთვის, რამდენად, ასე ვთქვათ, ახალგაზრდას კარგი მოდი ასე ვთქვათ, რამდენად ახლოს არის და რა თქმა უნდა, ჩემთან ახლოს რომ არ იყოს ეს მუსიკა, მე არ ვიქნებოდი დღეს აქ, ამიტომ ჩვენ ვიზიარებთ ერთმანეთის მუსიკალურ გემოვნებას და დღეს ასე რომ არა დღეს ამიტომ რა შეგვიძლია დღეს შევასრულებთ ნანას სიმღერებს შემოგთავაზებთ მე პირადად და ნანასთანაც დუეტები იქნება საოცარი, ამიტომ დაველოდოთ. შარშანაც ქონდა ჩვენ მე მგონი შესაძლებლობა რამდენიმე ქალაქში ვიყავით, ეხლა ვეღარ ვიხსენებ ქალაქის, მაგრამ სადაც შევასრულეთ იგივე დუეტი, მაყურებელმა ისე მიიღო ეს როგორც ხარისხიანი მუსიკის მიღების დროს ხდება ხოლმე და ეჭვარება რომ დღეს მარნეულში და ხვალ ბოლნიში იგივე ფურორით ჩაიგდო. განმეორდება ჩაულები. კაი, წარმატებები მაშინ, აბა. მოგესალმებით ძირფასო მეგობრებო. მადლობას მოგახსენებთ მომბრძანებისთვის. გვიხარია რომ თქვენთან ერთად ვართ ამ შესანიშნავ ულამაზეს ქალაქში, ჩვენ საყვარელ მარნეულში. მადლობას მოგახსენებთ თქვენ, როგორც ვიცი, ქალაქის მერი და მუნიციპალიტეტი და ასევე საკრებულოს წარმომადგენლებს. ჩვენ საყვარელ ქალბატონ ნანას ვხედავთ დარბაზში და ასე რომ დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. ქალბატონი იგა ბერაძე გენერაშვილი მოგესალმებით კიდევ ერთხელ. უღმესი მადლობა მინდა გადაუხადო აი ამ საღამოს, ამ შესანიშნავი საღამოს მხარდაჭერისათვის კულტურის ამინისტროს და შემოქმედებით საქართველოს. მადლობა მათ და მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი საღამოს მთავარი გმირები. კომპოზიტორი ნანა დაუშვილი, მუსიკოსი ნანა ცხვარაძე და მომღერალი იგა ბერაძე, ტრიო რამპა და მათი მეგობრები. Mr.
სიტყვით როგორ მოგეწონა დღევანდელი კონცერტი? ძალიან კმაყოფილები ვარ, დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის. იყო ისეთი ქართული როგორც ას თქვენ ნამდვილად ძალიან ხარისხი ნამდვილად ხალისიანი, მხიარული და საყვარელი. დიდი მადლობა ამ უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. მადლობა პირველ რიგში კულტურის სამინისტროს, რომლის ხელშეწყობითაც იყო ეს კონცერტი და მადლობა თავად შემსრულებლებს, განსაკუთრებით მინდა მივეფერო დედაშვილს და რა თქმა უნდა ყველას ჩემგან დიდი სიყვარული, დიდი პატივისცემა და ვისურვებდი ბევრჯერ მენახოს მათი თავი. ძალიან სასიამოვნო საღამო შედგა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ვუმასპინძლეთ ამ არაჩვეულებრივ ტრიოს და მეგობრებს. ვფიქრობ, რომ მსგავსი ღონისძიებების აქტუალური უნდა იყოს ისეთ რეგიონებში, როგორიც ქვემო ქართლია და მით უმეტეს მარნეული და მოკლედ ვფიქრობ, რომ ქვეყნის საქმე კეთდება ასეთი. შედგა დღევანდელი კონცერტი? შედგა, რა თქმა უნდა, შედგა. დიდი მადლობა თქვენ. რაც მთავარია, განწყობა იყო არაჩვეულებრივი. დღეს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ მარნეულში ჩატარდა არაჩვეულებრივი საღამო. ჩვენთან სტუმრად იყვნენ ტრიო რამპა. აღფრთოვანებული ვართ ასეთი შესრულებით და ძალიან გავგვიხარდება თუ ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ბევრი ასეთი ღონისძიებები ჩატარდება.